ეხლა მივმართავ იმ ხალხს, ვინც მონაზღვენია და აინტერესებს ჩემი აზრის გაგება ამ მონაზღვენობაზე რა. ყველა მონაზღვენს მინდა გითხრათ. ყველა მონაზღვენს მინდა გითხრათ. თუ თქვენ ქრისტეს ბაძავთ, ხო? და თქვენ ქრისტეს ემსახურებით. მიბაძეთ ქრისტეს. ქრისტე არავის მონა არ იყო, მით უმეტეს არც ზღვენი არ იყო. ის შესწირეს იმ მტაცებელმა რაბებმა, რომელი რაბებიც ფიქრობდნენ, რომ თავს უძღვინდნენ უზენაეს ღმერთს. დაკლეს კაცი და შესწირეს რა. და თქვენ ბაძავთ აი ამ კვლელ მტაცებელ ცხოველებს, ვიდრე ქრისტეს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ქრისტე იყო სრულიად თავისუფალი. დადიოდა ხალხში, ეხმარებოდა ხალხს, მოძღვრავდა ხალხს, არ მუშაობდა ამ მტაცებელი ცხოველი რაბებისთვის, რომელიც ფიქრობდნენ, რომ უზენაესი ღმერთის მსახურები და მონაზღვენები არიან და აი ეს უზენაესი ღმერთის მსახურნი, რომელიც დაკლავენ მართალ კაცს ქრისტეს და მე თქვენ გეტყვია რომ ღმერთს უნდა ემსახურო და ჩვენ მოგბაძეო, ხო? ვიღაცა ტრაწიან მტაცებელ ცხოველებს. გეტყვით კიდევ ერთს რა, გაიხსენეთ რას აკეთებდა ქრისტე და მიბაძეთ მას. არ იყო მონაზღვენი, არც მონაზონი არ იყო და არც ენა ქონა ჩაგდებული რა. რომ ბიჭო, არ უთქოს რომ მოკვდითო ქრისტეს რა. ქრისტემ თქვა რომ კვდრებს ვაცოცხლებო, გესმის? და თქვენ რას აკეთებთ, იცი? მონაზღვენები ძალიან დიდად და ის წმინდანებად რომ იგაჩნიათ თავი. კარგია რომ სიწმინეს გინდათ რომ ემსახუროთ, მაგრამ მიბაძეთ ქრისტეს. ქრისტე, კიდევ ერთხელ გეტყვით, დადიოდა ხალხში, მოძღვრავდა მათ, ეხმარებოდა ფიზიკურადაც კი, სულიერად, ფიზიკურად, მენტალურად, ყველანაირად და იყო ერში. და თქვენ თუ გონიათ რომ ვინმე ღმერთს ემსახურებით, მაგ სიკვდილით, მკვდრები რო ხართ და მონაზღვნილები რო ხართ, ხო? ცდებით, მიბაძეთ ქრისტეს. და ქრისტეს რომ მიბაძავთ, მერე მიხვდებით, რომ ქრისტიანულად უნდა იცხოვროთ და არა მონაზღვენურად. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, აი ეს იყო ჩემი აზრი მონაზღვენებთან მიმართებაში. ქრისტე არც ერთი რაბის მონა არ იყო, არც ერთი მღვდლის მონა არ იყო, არც დედამისის მონა იყო და არც იმ აზრების მონა იყო, რაც წმინდა წერილებში ეწერა. ქრისტე იყო ქრისტე და მიბაძეთ ქრისტეს. ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტეს უწოდებს, ბიჭო, ქრისტეს მაინც დაემსგავსეთ რა.